აფხაზეთის კულტურულ შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროგრამაა. ამჯერად განაცხადების მიღება მის ერთ-ერთ ქვეპროგრამაზე საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც კულტურის სფეროს განვითარება, ხელშეწყობა ქართულ-აფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება და ახალგაზრდა ხელოვანების საქმიანობის პოპულარიზაციაა. მეოთხე წელია ჩვენი პროგრამა საგამომცემლო მიმართულებით მხარდაჭერის პროგრამა ძალიან წარმატებულად მუშაობს. ჩვენ აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო ახალ ბედამწერლები, ასევე მხარს ვუჭერთ, რა თქმა უნდა, ჩვენს დამსახურებულ მწერლებს. არაერთი წიგნი გამხდარა ძალიან ცნობილი პრემიის ლაურეატი და გამარჯვებული და ეს ფაქტი ძალიან გვახარებს. საინტერესო მასალა რჩება საბოლოო ჯამში ფურცელზე ის მასალა, რომელიც ეხება აფხაზეთს, ურთიერთობებს და იმ სიყვარულს, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გვაკავშირებდა და ყოველთვის დაგვაკავშირებს. პროგრამა აფხაზეთიდან დევნილი ავტორის მიერ ან აფხაზეთის თემაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის, პუბლიცისტური კრებულების, საისტორიო სამეცნიერო ნაშრომების, კატალოგების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე მომზადებული მხატვრული თუ დოკუმენტური წიგნების გამოცემას უზრუნველყოფს. საგამომცემლო საქმიანობა არ არის შეზღუდული მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ ადამიანს საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან ფიზიკურ პირს შეუძლია შემოიტანოს განაცხადი სააგენტოში, ამისათვის წერს წერილს სააგენტოს სახელზე და ავსებს განაცხადის ფორმას, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ვებ-გვერდზე. თან უნდა ახლავდეს ნაშრომის ელექტრონული ფორმა და 3 ინვოისი. ეს 3 ინვოისი იმისათვის არის საჭირო, რომ ბაზლის კვლევისთვის შემდგომ რომ გამოვიყენოთ. არ ითვალისწინებს საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, იურიდიული და სხვა ტექნიკური ლიტერატურის გამოცემას და პერიოდულ გამომცემლობებს. შემოსულ განაცხადებს სააგენტოს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს. შემოსული ინიციატივებიდან ფინანსდება მხოლოდ ბეჭდის კომპონენტი, არა უმეტეს 300 ეგზემპლარისა. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ცხადდება ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2016-ში დავწერე ეს მოთხრობა გზაარსაით, რომელმაც შემდეგ ერთ-ერთ კონკურსშიც გაიმარჯვა. არის დაინტერესება, რომ ფილმად იქცეს, იმიტომ რომ რეალურად სცენარიც არსებობს უკვე. ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ეს სააგენტო, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი წიგნი უნდა დაიწეროს, მუსიკა უნდა შეიქმნას, ფილმი უნდა შეიქმნას, განსაკუთრებით იმ თაობისთვის, რომელიც ომის შემდგომ დაიბადა, იმიტომ რომ აი ეს სიტყვები, რომ აფხაზეთი საქართველო რაღაცა სიმძაფრე აღარა აქვს ისეთი მათთვის და ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს. დეტალური ინფორმაცია პროგრამის კრიტერიუმების, განაცხადის ბლანკის შევსებისა და შეტანის შესახებ განთავსებულია როგორც სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე Facebook გვერდზე.